სოფლის განვითარების სააგენტო მოსახლეობას სხვადასხვა პროექტს თავაზობს. გარკვეული ცვლილებები შევიდა დანერგე მომავლისა და ტექნიკური დახმარების პროგრამებში. თემაზე ვცვლად დელეგატის ბიუროს წარმომადგენელ და საკრებულოს წევრ ილია საყვარლიშვილთან ვისაუბრებთ. ილია, გამარჯობა, დიდი მადლობა დრო რომ გამონახე და მონაწილეობ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმები ნინო, მივესალმები მაყურებელს, ერთი დიდი მადლობა მოწვევისთვის. რას ითვალისწინებს დანერგე მომავალი და რა ცვლილებები შევიდა? მოგეხსენებათ, კიდევ ერთხელ მინდა აუხსნა მაყურებელს რა პროგრამებია ზოგადად ეს, ვიცით რომ მეორე მიმართულება აქვს სოფლის განვითარების სააგენტოს, მაგრამ ეს ორი პროგრამა არის საკმაოდ აქტიური და შესაბამისად ერთი პროგრამა ეხმარება ფერმერებს, თქვათ, მრავალწლიანი და ასევე ერთწლიანი კულტურების გაშენებაში, ასევე სეტყვის-საწინააღმდეგო ბადეების დაფინანსებაში და მეორე პროგრამა უკვე არსებულ ბენეფიციარებს ეხმარება სტანდარტების დანერგვაში, ბრენდინგში და ასე შემდეგ. პირველი დავიწყოთ, დანერგე მომავალი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროგრამა არის, ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ფერმერები, რომლებიც სარგებლობენ ამ პროგრამით და აშენებენ ნერგებს და ცვლილება შევიდა ის, რომ საერთო ჯამური ღირებულება გაიზარდა ბაღების კომპონენტში, ანუ ბაღების გაშენების კომპონენტში, თუ იყო მაქსიმალური დაფინანსების ჯამი ინვესტიციის მოცულობაზე ლაპარაკი 250.000 ლარი, გაიზარდა ახლა 750.000 ლარამდე ეს ლიმიტი. ეს რას ნიშნავს? მაგალითად, თუ ფერმერს აქამდე შეეძლო მაქსიმუმ 250.000 ლარის ფარგლებში მოეთხოვა 70% დაფინანსება ნერგებზე და 50 წვეთოვანზე, ახლა უკვე შეუძლია 750 იყოს მაქსიმალური ზედაჭერი, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 3ჯერ, 2.5-ჯერ, 3ჯერ მეტი თანხის მიღება შეუძლია იმ დაფინანსების პროცენტში, ვიდრე აქამდე იღებდა. შესაბამისად, საჭიროება იყო, რომ ეს ცვლილება შევიდა, ფერმერების მოთხოვნა იყო. რა თქმა უნდა, კი, მოგეხსენებათ, რომ დანერგე მომავლის პროექტი მცირე მიწიასაც ითვალისწინებს და მსხვილ მიწიან ფერმერებზეც არის საუბარი, ხო? აქ საუბარი არის მინიმუმ 1 ჰექტრიდან ზევით 50 ჰექტრის ჩათვლიდა, როცა ამ ხელა ტერიტორიაზე გინდა რაიმე კულტურის გაშენება და წვეთოვანი სარწყავის, აქ რა თქმა უნდა თანხები რა თქმა უნდა იზრდება ბუნებრივად. ძირითადად რა კულტურებს აშენებენ ხოლმე, ილია? ამ პროგრამით კახეთის მიმართულებით არის კენკროვანი და კურკოვანი, ანუ ხილი და ამ შემთხვევაში კენკრის მიმართულებები და შესაბამისად, მაგალითად ატამით შედის აქ მსხალიც, ვაშლის და მსგავსი ტიპის კულტურები. შესაბამისად, ამ მიმართულებით მოგესალმებათ, ჩვენი მუნიციპალიტეტი მიატვეუმის მხრივ პირველი არის საქართველოში, შესაბამისად, ამ მიმართულებით კიდევ უფრო იდება ინვესტიციები, შენდება ბალის და კიდე სხვა ჯიშის კულტურები, რომელიც პოპულარულია ბაზარზე და შესაბამისად, ამ ადამიანებისთვის უკვე ეს ამ ლიმიტის გაზრდა მისცემს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ფართობი გაშენდეს, ტექნოლოგიურად უფრო მეტად აღიჭურვოს კიდევ და შესაბამისად, ეს ძალიან კარგიან, როდესაც თქვათ 130.000 ლარის ნაცვლად 500.000 ლარს მიიღებ, თქვათ, დაფინანსების ეტაპზე და შეგიძლია რომ ეს ლიმიტი აითვისო. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და კარგი სტიმულატორი იქნება ფერმერებისთვის, რომ უფრო და უფრო მეტი და რაც თავარია ამ ორ კომპონენტში შეიძლება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, კიდე მულტიკულტურული ბაღების გაშენებაც მივიღოთ. ამიტომ ამ კუთხით ეს წინგრადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება მეორე ცვლილებას ამ პროგრამაში, ეს არის სეტყვის-საწინააღმდეგო ბადეების დაფინანსების პროცენტი. იცით რომ 10% იყო, მაგრამ და ახლა უკვე 30%-მდე გაიზარდა დაფინანსება. სხვა პირობები აბსოლუტურად იგივე დარჩა, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თქვენი ეთერით, რომ ეს დაფინანსების კომპონენტი იყო ძალიან მცირე და შესაბამისად სოფლის განვითარების სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ამ კომპონენტზეც მოთხოვნა საკმაოდ მაღალია ფერმერებში. ეს უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ როდესაც აქტიური ფერმერი ხარ და დღითიდღე ვითარდები და ზრდი შენს მასშტაბს და რაოდენობას, ბუნებრივია უკვე დღის წესრიგში დგება მოთხოვნა, რომ კონდეს დაიცვა მაქსიმალურად განსაკუთრებით ეს ღია გრუნტს ეხება, ღია გრუნტის მიმართულებით ვინც მუშაობენ და შესაბამისად ეს არის აუცილებელი და სეტყვის-საწინააღმდეგო ბადეები აქვე აღნიშნდა, რომ მარტო სეტყვისგან არ იცავს ის დამწრობისაგან და სიცხისაგანაც იცავს თქვათ სცენარეს და ეს ფაქტიურად უზრუნველყოფს გარანტირებულად, რომ ამ სეზონზე არ მიიღოს დაზიანება, მოგეხსენებათ, რომ გაზაფხულზე სეტყვა ჩვენთან იცის და ასევე ზაფხულში დიდი სიცხეებია და მწველი მზეები, რაც რა თქმა უნდა პირდაპირ აისახება კიდეც პროდუქტის ხარისხზე, ასევე სცენარის ჯანმრთელობაზე და მე ფერმერს ამას ხარჯებს ძალიან მუზრდის. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი არის, იმიტომ რომ დროული არის, ჩემი აზრით, ესე ვიტყოდი, იქიდან გამომდინარე, რომ არ ჯდება იაფი და მოწყობა 1 ჰექტარზე საკმაოდ ძვირი ჯდება და შესაბამისად უკვე 10% მართლა არაფერი არ იყო და 30% უკვე გარკვეულ შეღავაც მისცემს ფერმერს. ხო, აქ ერთი კომპონენტი უნდა აღინიშნოს, სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე ამ პროგრამის იმაში მოცემულია ფასები,
საბაზრო ფასები, რა ჯდება, თქვათ იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების ბადეები. აი საინტერესოა რა ჯდება, თქვათ ადგილობრივი წარმოების ბადეები ერთ-ერთაზე. ჯდება 60.000 ლარამდე ღირებულება იმპორტულის, ხოლო 35.000 ლარამდე ადგილობრივი წარმოების, მაგრამ სამონტაჟო მონტაჟი ცალკე კომპონენტად იყიდება, ეს 16.000 ლარზე ოდნავ მეტია. სადღაც 16.200 ლარის ფარგლებში არის მოცემულია ეს ფასები თვითონ სააგენტოს ვებგან პროგრამის შიგნით შეუძლიათ ნახონ და ამ 30%-იანი დაფინანსებით რომ ისარგებლოს ადამიანმა ამ ზღვრებს არ უნდა გასცდეს. ანუ ამ საფასურს ამ 30%-იანი დაფინანსებით შეუძლია მხოლოდ ბადეები იყიდოს და მონტაჟი აღარ შედის, ხო ალბათ? იცით როგორ არის? კი, ამ შემთხვევაში ეს არის უშუალოდ ბადეების შეძენაზე და მომსახურებაზე მთლიანად. აქ საუბარი არის, რომ ძირითადად ეს თანხა უნდა მიემართოს ძირითად საშუალებებზე და ძირითად საშუალებები უნებრივი არის ეს. აქ ყველაზე დიდი თანხა მონტაჟზე უფრო ნაკლებად არის პრობლემა, იმიტომ რომ მაინც ძვირი არ არის, შეიძლება ეს დამონტაჟების თემა, ეს ფასები არ არის მოცემული, რომ მაინც რაღაც ვთქვათ დოგმათ არის. ანუ აქ არის საბაზრო ფასები მოცემული, რასაც არ უნდა გასცდეს ბენეფიციარი. შეიძლება მონტაჟი საერთოდ თვითონ გააკეთოს, ან ვთქვათ ნახოს ისეთი ადამიანი, რომელიც ერკვევა და ვერც უფრო ნაკლები დაუჯდეს, ამიტომ მონტაჟის დაფინანსების ნაწილი ცოტა რთული იქნება. აქ საუბარი არის, რაც ყველაზე ძვირი ჯდება, ეს არის თვითონ ბადეები, რომელიც ორი ტიპის არის, ჩვენს თანაც წარმოება, შემდეგ ყველაზე დიდი თანხა აქ მიდის ზუსტად. რა განსხვავება ქართულსა და უცხოურ ბადეებს შორის, თქვათ ქართული რა ხარისხის არის, რამდენი წელი ძლებს და უცხოური რა? როგორც მე ვიცი, ჩემი ინფორმაციით, განსხვავება დიდი ხარისხში მაინც და მაინც ნამდვილად არ არის, უბრალოდ ექსპლუატაციის ვადა აქვს. თითქოს ორმაგი არის, ხო? ხო, ექსპლუატაციის ვადა და საგარანტიო ვადა აქვს, როგორც მე ვიცი, იმპორტირებულს უფრო მეტი. გასაგები ხა იტალიური შემოდის ჩვენთან, შემოდიოდა უკრაინული და სხვა იმდან ახლა იტალიური გასაგებიის გამოცდილი კომპანიები, ბრენდები არიან და როგორც მოგეხსენებათ, ბრენდირებულები ყოველთვის ძვირი ღირს. გარდა ამისა, ამას ემატება იმპორტის გადასახადი და მოკლედ იმპორტული ყოველთვის ძვირი იქნება. რასაკვირველია, თითქმის ორჯერ ძვირი ღირს. და როგორც ფერმერებთან მქონია მე შეხება ამ შემთხვევაში თავარი პრობლემა ქართულსა და უცხოურ შორის ზუსტად ეგ არის, რომ საექსპლუატაციო ვადაზე არის ლაპარაკი. დანარჩენი ისეთი წუნი რა თქმა უნდა ნამდვილად არ აქვს, ის თავის საქმეს ამ კონკრეტულ მოცემულ საექსპლუატაციო ვადაში ესეთიც აკეთებს და მეორეც აკეთებს და შესაბამისად არის შესაძლებლობა, რომ თავარი აქ ამ თემაში პროგრამაში ის არის, რომ მაგალითად თუ ადგილობრივ წარმოებაზე ამ შემთხვევაში ალბათ უფრო წავა, უკვე სერიოზულად თანხა იქნება 35.000 ლარის 30% უკვე კარგი შეღავათი იქნება რასაკვირველი. ისე როგორც 60-ის შემთხვევაში, მაგრამ ზოგადად ასევე კიდევ განსხვავება რაც თქვენ მკითხეთ არის რომ იმპორტული უფრო მეტია, იმიტომ რომ ადგილობრივი წარმოება ჯერჯერობით იმ დონეზე არ არის. რა დონეებიც უნდა იყოს, მაგრამ თუ ეს დაფინანსების კომპონენტი აცება მოხდება, ვფიქრობ, რომ ადგილობრივ წარმოებასაც დაასტიმულირებს, იმიტომ რომ მოთხოვნა გაჩნდება ადგილობრივ წარმოებაზე და აქ უკვე ხარისხის კონტროლსაც მიექცევა ყურადღება. ილია, რა პროცედურები უნდა გაიაროს ფერმერმა, რომ ჩაერთოს ამ პროექტში და უნდა აკმაყოფილებდეს თუ არა რაიმე კრიტერიუმს? პროცედურები და კრიტერიუმები არ შეცვლილა არანაირად, როგორც ეს იყო წინა წლებში, იგივე დარჩა, უნდა მიმართოს ამ შემთხვევაში სოფლის განვითარების სააგენტოს. უნდა მივიდეს იქიდან გამომდინარე, როგორც დანერგიომავალი ზოგადად მათი პროექტი არის, შესაბამისად, იქ კონკრეტული დოკუმენტაციებია, ამონაწილი საჯარო რეესტრიდან ფართობების ან ტექნიკური დელეგატის ბიუროც ეხმარებით, ხო? კი, ჩვენ კონსულტაციაში, თუმცა უშუალოდ ტექნიკურად განაცხადეს ფორმის შევსება, რაშიც ჩვენ ვიხმარებით, ასევე შეუძლიათ, რომ ადგილობრივ, თქვათ, სოფლის განვითარების სააგენტოს ფილიალშიც მივიდნენ, განაცხადი კრიტერიუმები დევს ყველა სრულად, ეხლა ჩამოთვალოთ ჩვენს წაგიყვანს თავისაცემები მოვიდეს და ჩვენ მივცემთ ამას, ამ როგორც დაბეჭდილი სახით, ასევე ლინკის სახითაც გვერდით. და შესაბამისად ამქიდან არაფერი ტექნიკური ხასიათის ინფორმაცია არის, ეს ძირითადად არაფერი არ შეცვლილა, 0% გაიზარდა, ივსება განაცხადი, შეუძლიათ მივიდნენ სოფლის განვითარების სააგენტოში, შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენთან ელექტრონულად შევუსებთ, რა უნდათ, როგორ უნდათ, ეს ყველაფერი კეთდება. რაც შეეხება დანერგიომამავლის თემას, ანუ ბაღების გაშენების კომპონენტს, მას თავის წესი აქვს, აქვე აღნიშნულ რომ არ დამოწყდეს დღეს იწყება 12 საათიდან და თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება ამ პროგრამაში მონაწილეობა. და ასევე ბაღების გაშენების კომპონენტი აუცილებლად უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 30 აპრილის მომავალი წლის. ანუ თუ რომელიმე ბენეფიციარმა მიიღო დაფინანსება ამ შემთხვევაში, თქმა უნდა, აპრილის ბოლოს უკვე ყველაფერი დასრულებული უნდა ქონდეს. აქ თავისი წესებია, იგივე დარჩა, ეგ მიწის ანალიზი გჭირდება, აუნაწერი გჭირდება, დამუშავებული უნდა იყოს მიწა და ასე შემდეგ. თავის კრიტერიუმები არის. არაფერი კრიტერიუმებში არ შეცვლილა, ჩვენ ამაზე აქაც ბევრჯერ გვისაუბრია და შესაბამისად
უბრალოდ შეიცვალა ერთგარული ლიმიტი გაიზარდა თანხის და მეორე არის ის, რომ პროცენტი გაიზარდა აი ამ ბადეების თემაში. რაც შეეხება მეორე პროგრამას, ტექნიკური დახმარების პროგრამაზეც ვიტყვი, აქ ასრულებები მხოლოდ ის არის, რომ დაგვემატა ერთი კომპონენტი, რაც ნამდვილად საჭირო არის და ეს ეხება ჯერჯერობით ამ ეტაპზე მსხვილ ფერმერებს, რომლებიც დიდ საქმიანობას და დიდ მიწების ტერიტორიაზე საქმიანობენ. ეს არის უცხოელი აგრონომების კონსულტაციის პროგრამა. ეს რას მოიცავს? მათი დაქირავება, ანუ ორი ტიპის კონსულტანტი შეიძლება დაიქირავოს ფერმერმა. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ კონსულტანტი, რომელიც გაუწევს მოსავლეს აღებამდე კონსულტაციებს კონკრეტულ ფერმერულ მეურნეობას და დაეხმარება, რომ ხარისხიანი მოსავლის მოყვანაში, რა თქმა უნდა, როგორ უნდა მოიყვანოს ამ ყველაფერს გამოცდილებას, პრაქტიკულ ცოდნას გაუზიარებს და ასევე არის ტექნიკური კონსულტანტი, რომელიც უკვე მოსავლის აღების შემდგომ მის დაბინავებაში და შემდგომ პროცედურებში როგორ მოუაროს ხერხილს და ასე შემდეგ, აი ამ კუთხით გაუწევს დახმარებას. აქ სახელმწიფო შემოდის 70%-იანი დაფინანსებით, მაგრამ არა უმეტეს 30,000 ლარის. ანუ ეს 70% საერთო ღირებულებიდან არ უნდა შეადგინოს 30,000 ლარზე მეტს. რაც შეეხება ტექნიკურ კონსულტანტთან, აქ მაქსიმალური თანხა, ანუ 70% უნდა შეადგინდეს 10,000 ლარს. ეხლა აქ ის შეუძლია მონაწილეობის მიღება ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს IP, ანუ არაკომერციული იურიდიული პირი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ნუ მოკლედ რიგითი ფიზიკური პირები და მცირემიწიანი ფერმერები ისედაც ვერ ისარგებლებენ. შეეჭერებათ ხოლმე ეს კონსულტაცია? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დეფიციტური, განსაკუთრებით დიდ მეურნეობებს, როცა ეხება საქმე. ესეც საქართველოში აგრონომების დეფიციტი გვაქვს კვალიფიციური. ეხლა იყიდებს ფეხს და ეხლა ხდება დაინტერესება ახალგაზრდების, რა თქმა უნდა, არის ბევრი ახალგაზრდა, რომელიც მოდის, მაგრამ მაინც დეფიციტურია იქიდან გამომდინარე, რომ ფერმერული მეურნეობები იმდენად, ანუ განვითარების და ზრდის ტემპი იმდენად სწრაფია, რომ აქ კადრების დეფიციტი ნამდვილად არის. მით უმეტეს, როცა ჩვენ საუბრობთ დიდი ტიპის მეურნეობაზე და მათ თავისი აგრონომები ყავთ ამ პროგრამაში, ერთ-ერთი კრიტერიუმი ესეც არის, რომ ვერ უნდა ყავდეს აგრონომი მეურნეობას, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოს და ისარგებლოს. შესაბამისად, მე ვიცი გურჯაანში ფერმერები, რომლებიც სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით ჩამოყავდათ ხოლმე და ისინი ასწავლიდნენ გასხვლიდან დაწყებული, თქვათ, მოსავლის დაბინავების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, რადგან მოთხოვნა საკმაოდ დიდია და ჩვენ მაგალითად კონსულტაცია არ მხოლოდ გჭირდება ადგილობრივი, რაც გვაქვს როგორ მოვუვათ, არამედ შეიძლება კონსულტაცია გჭირდება ახალი ჯიშების შესახებ, რომლებიც ბაზარზე, გლობალურ ბაზარზე კარგად არის და შეიძლება საქართველოს კლიმატზე და ბაზარზე ადაპტირება კარგად მოახდინოს. ამიტომ და მაგასაც რომ თავი დავანებოთ, ახალ ბედები იქნება თუ გამოცდილი აგრონომები, ზოგადად ცოდნის გამოცდილება და გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით ისეთი ტიპის ქვეყნებიდან, როგორც დასავლეთის ქვეყნები არის და ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესი აქვს, ამათი გამოცდილება დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად აისახება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროგრამით შეუძლია ერთ ბენეფიციარს ისარგებლოს წელიწადში ორჯერ. ანუ ეს არ არის ერთჯერადი წლიური, ეს ძალიან კარგია, მოგესალმებათ, ჩვენ სეზონზეც არის გათვლილი და რაც აქტიური მოსავლენობის პერიოდი, როცა გვაქვს გაზაფხულის თემა და შემთხვევაში შემოდგომის თემა ჩვენთან, აქ თავისუფლად შეგვიძლია რომ ორივე სეზონზე დაიხმაროს უცხოელი აგრონომები, ექსპერტები, რომლებიც ამ საქმეში არიან წარმატებულები. დიდი მადლობა ილია, ასეთი ამოუწურავი ინფორმაციისთვის. წარმატებას გისურვებ. ვიცი რომ ბევრი არის სასაუბრო, მაგრამ ცოტა დროში ვარ შეზღუდული და მადლობა რომ გაგვაცანი ამ პროგრამების შესახებ. მადლობა მოწვევისთვის.